მეგობრებო, ვიცი რომ მუშაობთ და მაგარია, მაგრამ ტესტი როდის უნდა დაწეროთ? მასწავლებელმა დღეს ამას მივხედავთ და ხვალ დავწერთ. დიახ, აი სიდა მე უნდა შევხვდეთ და ერთად გავაკეთოთ ტესტი. რაღაც არ მგონია რომ თქვენ პიცა სახლში ტესტი დაწეროთ. მასწავლებელმა გვირდებით, გავაკეთებთ. მართლა ხო აი? ხო, პიცა. კარგი, მაშინ ხვალისთვის მინდა. მასწავლებელმა ეს წაიკითხეთ რა, დედა ჩემისგან არის, უნდა რომ გამიშვათ. ქერა, როცა მასწავლებელი ლაპარაკობს, მასთან არ უნდა გაიქცე და ხელი არ უნდა შეუშალო, არასწორია. მასწავლებელმა გასაგებია, მაგრამ დედა ჩემისგან არის, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ხო, წავიკითხავ, მაგრამ ნიშნები მაინც უნდა გამოვასწორო. დიახ, მასწავლებელმა გამარჯობა, მთელი სკოლა აქ ხართ, ხო, აბა მზად ხართ, გაიგოთ სახელია მოვალატის. ხო, ამ თეთრ წერილშია, აღარ ვიქნებით მე ამბოხეები. Yana, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ დაგპირდით, დაწყნარდი. ვა, მე ამბოხეებმა მოღალატის სახელი გაიგეს, ძლივს და ვინ არის? ცუდად ვარ, შეგიძლია ფანჯარა გამოაღო. დიმა, რა გჭირს, კარგად ხარ? დიმა, რა ხდება? აქ ძალიან ჩახუთულობაა, ფანჯარა საერთოდ არ აღებთ. დიანა, ხედავ რომ გამარჯვებული ხმა გაქვს, მაგრამ რა იმპოსტერი, პატარა ბავშვების თამაშების თამაშს უნდა შეეშვათ. უკვე დიდები ხართ. გოგოებო, მასწავლებელმა საერთოდ არაფერი ესმის. ხო, იქნებ რჩევის მოცემის ნაცვლად თქვენი ძმიშვილი გააჩეროთ. არ მსიამოვნებს აკეთიკით რომ დამყვება და საჩუქრებს მჩუქნის. რა, მასწავლებელმა ის მიშვილია ფლირტავება დიანას? დიმა, ნუ საუბრობ, ისუნთქე ღრმად. დიმა, რა უცნაური ხარ, გულიც კი შეიძლება წაგივიდეს. იმას რამე დაიმართა, თუ რა ხდება? ეს გაიგეთ, მასწავლებელი მაიკის ძმიშვილი დიანას ეფლირტავება. რატომ დიანას? გოგოებო, რატომ? დიანა უფროსია და იმიტომ. ხო, მასწავლებელი მაიკ, გაგიკვირდათ? თქვენი ძმიშვილი დროს არ კარგავს, დამყვება ყველგან, მეფლირტავება, საჩუქრებსაც მიტოვებს, ყველაფერს აკეთებს მოკლედ. მეგონა ის მორცხვი ბიჭი იყო. ხო, მეც ეგრე მეგონა. დიანა, ვიცი რომ ბიჭების ყურადღება არ გაკლია, მაგრამ დამიჯერე, ჩემი ძმიშვილი შენაერ გოგოს არასდროს არ შეხედავდა. მოიცადეთ, რა თქვა? მგონი მასწავლებელმა იქ თავისი ძმიშვილი იდეალური ჰგონია. რა არის სასაცილო, გაგვიკეთეთ კაკაო, სწრაფად. რეილა, მე ამბოხეებს იმპოსტერის პოვნაში მართლა დაიხმარე? კი, რაიან დავეხმარე, მაგრამ უფასოდ არა, ჩემთვის რაღაცას გააკეთებენ, ნუ ნერვიულობ. რეილა, ისინი შენ რაში უნდა დაგეხმარო? ეს რატო გჭირდება? ჯიჯი, გაჩერდი. და კიდევ ერთი რაღაც რაიან, დღეს მე შენ გშორდები. გავიგე რომ ჩემი ტიპი არ ხარ და თან ჩემი მეგობარი უკან დაბრუნდება. ამიტომ, კარგად. ასე ხო რეილა, გამომიყენე და ახლა მშორდები. რაიან, არაბის გამოუყენები ხარ, უბრალოდ რთულია შენთან ყოფნა. ჩემი მეგობრები მართალი იყვნენ, რეილასთან არ უნდა ყოფილიყავი. მეგობრებო, მიდით უფრო ჩქარა, მალე ჩემპიონატი გვაქვს. მეგობრებო, გამარჯობა. რომეო. მეგობრებო, არ ვიცი როგორ დავიწყო, მაგრამ სერიოზული სალაპარაკო მაქვს. ხედავ რომ ორი გიჭირავს, 13-ად თუ გაქვთ ვერ დაგეხმარებით. კარგი, რაში გჭირდება დახმარება? გითხარი რაც გინდა. მეგობრებო, მინდა რომ სასიყვარულო წერილი დავწერო. სასიყვარულო წერილი. და ვის უნდა დავწერო? ჩემ ეზობელს მომწონს და არ ვიცი როგორ უთხრა. ამაში საერთოდ არ ვარ კარგი, ვერ დაგეხმარები. რომეო, შენ სმაილი დაგეხმარება, ეს მხოლოდ სმაილს შეუძლია. კარგი, ხო, სახელი მითხარი. დაშა, კარგი რომეო, დაჯექი, ახლავე დავწეროთ. მეგობრებო, ისეთი წერილი უნდა დავწეროთ, რომ ეგრევე შეუყვარდე. ყურადღება საერთოდ არ გაქცევს. რავი, წერილით ამის შანსი ძალიან მცირეა. არი დარდო რომეო, ახლა ისეთ წერილს დაგიწერო, მარტო კი არ მოეწონები, აქეთ გამოგეკიდება. მადლობა სმაილ, მაგარი ხარ. ხო, ვიცი. კარგი, დაშა, ვიცი რომ ყურადღებას არ მაქცევ. რომეო, საჩუქრებს უგზავნი? ერთი საჩუქარი მივეცი, მაგრამ არ გამომართვა, მითხრა რომ არ ჭირდებოდა. ხო, ეს მართლა ცუდია. კარგი, დაშა, ვიცი რომ ყურადღებას არ მაქცევ და არც ჩემ საჩუქრებს არ იღებ. სმაილ, დაუწერე რომ მაშინ ყვავილებს მიცებ. ტიმო, რა ყვავილები, გოგო ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. იქნებ ჯობია სხვა ვიღაც იპოვო. არა მეგობრებო, დაშა ძალიან მიყვარს. მაქს მას უყვარს დაშა და ასე მარტივად ვერ დანებდება, ამიტომ წერილს დაუწერთ. კიდე სხვა რაღაცების მომოფიქრებინეთ. ვა, მოთამაშეებო, ხედავ მასწავლებელმა იგის მიშვილს დაუმეგობრდით. ვა, მასკოთ, გამარჯობა.
ისინი სასიყვარულო წერილს დაწერაში მეხმარებიან. მოკლედ დარია რესტორანში გეპატიჟები, საჩუქარს გიყიდი და დიდ ყვავილების თაიგულს. ხვალ გნახავ. გონი კარგია. მასკოდ რა მოხდა? არაფერი, ხედავ სასიყვარულო წერილების დაწერა კარგად გამოგდით. თან ახალი ამბავიც მაქვს. რა ამბავი? რატომ ჯდები, გითხარ? ხო არ გეშინია რომ ჩვენთან ყოფნის გამო მე ამბოხეები გეჩხუბებიან? არა, არ მეჩხუბებიან, არ გაიგეთ რომ ისინი ძალიან კარგ ხასიათზე არიან. დიანა თუ კარგ ხასიათზე არის, მაშინ წერილი ახლა უნდა მიუტანო. არ მესმის რა ხასიათი? იმპოსტერი ხო არ იპოვეს? ვინ არის? ხო, მეგობრებო, იმპოსტერი იპოვეს და სახელიც იციან. დღეს გაკვეთილების მერე მთელი სკოლის წინ იტყვიან. ესე იგი გაკვეთილების მერე. საინტერესოა, ნეტა ვინა იმპოსტერი. სმაილ, მორჩი ხო? მადლობა, წავალ ახლა. რატო ნერვიულობთ, იმპოსტერი ჩვენ ხო არ ვართ? რომეო, წარმატებები. კარგი საჩუქარი და ყვავილების თაიგული არ დაგაუწყდეს. ხო, რომეო, ეს აუცილებელია. კარგი მეგობრებო, ვივარჯიშოთ. მოკლედ, მეგობრებო, გაკვეთილების მერე იმპოსტერის სახელს გაიგებთ. მეგობრებო, მადლობა. ჯანდაბა, ვარჯიშის მერე ზურგი ისე მტკივა. კარგი ნუწუწუნებ, შენ აზრზეც არ ხარ, მე როგორ მტკივა, წინ და უკან ვერ ვიხრები. გოგოებო, ნუწუწუნებთ, დღეს ხასიათზე არ ვარ, საშინელება. დიანა, ეს რომ ჩავიცვა, უფრო მომიხდება მგონი, მოტკეცილი იქნება. კნოპა, რაც გინდა ის ჩაიცვი, მართლა, ნებისმიერ ტანსაცმელს გათხოვებ. და გოგოებო, აზრზეც არ ხართ, რა ბედნიერი დღეა. დღეს გაკვეთილების მერე გავიგებთ, ვინ არის ეს მოღალატე. წარმოიდგინეთ, ძალიან მაგარი იქნება, ძლივს დამთავრდება ეს სისულელე. ხო, დიანა, იქნებ დღის ბოლომდე არ დავიცადოთ, იქნებ შეგვიძლია ახლავე გავხსნათ და ვნახოთ. ხო, ვნახოთ ახლა და მერე უკან ჩავაბრუნებთ და გაკვეთილების შემდეგ ყველას ერთად წავუკითხავთ. მისმინე დიანა, ვეთანხმები, აღარ შემიძლია უკვე მოთმენა. მაინტერესებს. არა, გოგოებო, თქვენ გონიათ მე არ მაინტერესებს, მაგრამ ვიკავებ, იმიტომ რომ ამ ცუდ ადამიანს რომ გამოვაშკარავებთ სკოლის წინ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ახლა რომ გავიგოთ ჩვენ. დიანა, ერთი რაღაც სწორად თქვი, ცუდი ადამიანია. ახლა ამის გამო ისე ვირთხო უნდა გავხდე. რა კარგი იქნებოდა საერთოდ რომ არ გამოჩენილიყო ეს ადამიანი. ახლა ვირთხის ცხოვრება დამიბრუნდება. ხო,იანა, ვირთხის ცხოვრება დაგიბრუნდება. გოგოებო, დაწყნარდით, თქვენს ადგილას რომ ვიყო,იანა, შენს ადგილას საერთოდ არ ვინერვიულებდი. არა, მართლა,იანა, ნუ ნერვიულობ. ახლა მე ამბოხე იყავი, მერე ვირთხებს დავუბრუნდები, მარტო არ იქნები. მადლობა, კნოპა. კარგი გოგოებო, დღეს კარგი დღეა. ახლა საით მივდივართ გამახსენეთ? გაკვეთილზე. ვა, რომეო, კლასში ხარ, ყველგან გეძებდი. გამარჯობა, ბიძია მაიკ, ხო, თქვენი ნახვა გადავწყვეტე, გაკვეთილებს მალე მოვრჩი. რომეო, კარგია, რომ ჩემი ნახვა გადაწყვეტე, შენთან ისედაც ელაპარაკო მაქვს. ბიძია მაიკ, რა მოხდა? ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ მე უნდა დამიჯერო. კარგი, როგორც იტყვით. კარგი, ახლა მომისმინე. დიანა არ უნდა მოგწონდეს. ის შენთვის კარგი არ არის, დამიჯერი. რატომ? დამიჯერე, ის შენთვის არ არის. ჯერ ჩილიდერია, მერე მე ამბოხე, მისი ყოფილი შეყვარებული კალათბურთელი სმაილია. ის შენთვის კარგი არ იქნება. დამიჯერე, გულს გაგიტეხავს. რას გულისხმობ, არ გამიტეხავს გულს, მას სასიყვარულო წერილი დაუწერე. მომისმინე რომეო, ჯობია წერილში გოგოს სახელი შეცვალო და სხვა საჩუქო, დიანა შენთვის არ არის. სხვას ვის უნდა გავუგზავნო, მე მარტო დიანა მომწონს. რომეო, გაიხედე ჩვენ სკოლაში, ბევრი ძალიან კარგი გოგოა, ჯელი და ჯული მაგალითად. არ მესმის ყველას მე ამბოხეები რატომ მოწონს. ბიძი, არ მესმის ჯულიზე და ჯიჯიზე რატომ მეუბნები, მათ შეყვარებულები ყავთ. კარგი, მორჩა, ახლა გაკვეთილი მაქვს, შენ კიდე ბიძეს რჩევები არ დაიუწყო. კარგი, მადლობა. ვერ ხვდები ამ სკოლაში ყველაფერი რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს ჩილიდერებს და მეამბოხეებს როგორ უკავშირდება. ყოველთვის ჩილიდერები და მეამბოხეები და კარგი ხო ზოგჯერ კალათბურთელებიც. რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ, კართან არ მომწონს აქ დარაჯობა. კარინა, ის ჩემი მეგობარია, მთხოვარ ვაქვს მდგარიყავი და მომესმინა, ამიტომ აქ ვარ, შენ შეგიძლია წახვიდე. კარგი. დიმა, რა გჭირს, მითხარი, მე გაწყენინე? საათისფერო, შენ არა. არ მესმის ასე რაზე ნერვიულობ, როგორც შენ შეყვარებულს შეგიძლია ნებისმიერი რამე მითხრა, არავის არ ვეტყვი. არა, საათისფერო, არაფერი საიდუმლო არ არის და მგონი ამ სკოლიდანაც წავალ. წახვალ? დღეს გინდა რომ ადრე წახვიდე გაკვეთილიდან? არა, საათისფერო, დედაჩემს ვეტყვი, რომ სკოლის შეცვლა მინდა. ისედაც დავიღალე მე ამბოხეების და ჩილიდერების სკოლაში ყოფნით. დიმა და მეც უნდა შევიცვალო სკოლა? მეც უნდა გადმოვიდე? შენ რაც გინდა ისქერი, მე ამ სკოლაში ყოფნა არ მინდა. დიმა, რა მოხდა? ყველაფერი კარგად იყო. მწვანე შეყვარებული ყავს, ფეხბურთელი ხარ. რა ხდება, არ მესმის? არა, ცუდია, ძალიან ცუდია და დღევანდელი დღეც ცუდია. არ წახვიდე, ვიტირე, ვიცოდე, არ წახვიდე, გთხოვ.
წახვიდე. მორჩა ახლა დიანა ჩემ წერილს წაიკითხავს და მივხვდება რომ საუკეთესო ვარ. ჩქარა, ზარი დაირეკა და თქვენ ახლა შემოდიხართ. ამას ყურადღება არ მიაქციოთ, რომ მე უბრალოდ შეყვარებულია თქვენნაირად. დიანა. ნასია ვინმე ძახის? ტიმური. ტიმურ, რა გინდა? დიანა, როდის გვეთქვი იმპოსტერი ვინ არის, მაინტერესებს. ხო, ძალიან მაინტერესებს ეს სახელი. ხო, მეც მინდა რომ გავიგო. ისეთი ცუდი რაღაცები გაუკეთა მე ამბოხებს. მალე გაიგებთ. ლეილა, მოდი ჩვენ ურთიერთობა შევხედოთ. მასწავლებელო მაიკ, 1 წუთი მჭირდება. დიანა, გაკვეთილი გვაქვს. მასწავლებელო მაიკ, მხოლოდ 1 წუთი მჭირდება. კარგი დიანა, ახლავე. მანამდე გახსოვდეთ, რომ რთული პროგრამა გვაქვს და წლის ბოლოს ტესტი გვექნება. ძალიან ბევრი ტესტი. მადლობა მასწავლებელო მაიკ, გაიგეს. კარგით, აი ახლა აქ არის ეს წერილი და ვნახოთ, ვინ არის მოღალატე. გახსენი. დიმა, მგონი დიანა არ დაელოდება და ახლავე გახსნის. აქამდე უნდა წავსულიყავი. კარგი დიანა, მალე გაკვეთილი გვაქვს. 1 წამით მასწავლებელო მაიკ. ამ გაკვეთილის შემდეგ ყველას გეპატიჟებით კაფეში, რომ გავხსნა ეს წერილი და გავიგოთ, ვინ არის მოღალატე. მის სახელს გავიგებთ. კაი, ნახეთ 1 წუთზე ნაკლები წაიღო. და დღეს ჩემი დღეა. კარგი მეგობრებო, ახლა გვეგულები გახსენით და ყველაფერი ჩაიწერეთ. იცოდეთ, გადახილი პასტა მაქვს და ვერ ჩავიწერ, არ იმუშავებს. კარგი, დიანამ თქვა რომ მეთქვა ამ გაკვეთილის შემდეგ კაფეში გეპატიჟებით, რომ გავიგოთ მოღალატის სახელი. კაი, გემწვანე, მის სახელს გავიგებთ. კარინა არ მადარდებს, დიმამ თქვა რომ სკოლიდან გადადის. მოიცადე. რა? რაც გაიგე, სკოლიდან გადადის, მე უნდა გავყვე? ბროვასტი, გაიგე? კი, გავიგე, ნეტა ბიჭია თუ გოგო. ბიჭი, უკეთესად ვერ იმალება. კარგი, ყველას გეულდებით კაფეში, ამ მოღალატესაც თუ აქ არის. არ მისმის იმპოსტერი ჩვენ კლასშია. აქ მხოლოდ მე, შენ და ბრაუსი ვართ. ბროვასტი, მეგობრებო, ნეტა ვინაა იმპოსტერი? აი, ახლა იქნება. კარგი, ახლა მე ამბოხე დიანა წერილს გახსნის და იმპოსტერის სახელს იტყვის. ძალიან მაინტერესებს ვინ არის. მე ამის მერე რამდენი ტიპები შემოგვივა, ეგ უფრო მაინტერესებს. კარგი, ყველა აქ ხართ. აბა გაინტერესებთ ამ მოღალატის სახელი? ნეტა რას ფიქრობს ახლა? იქნებ გონია რომ ჩვენ შეგვეშალა რამე და ახლა სხვა სახელს ვიტყვით. არანაირი შეცდომა არ არის, ხო ლეილა? გოგოებო 100%-ით მართალია. იმპოსტერო, შენი დრო მორჩა. ლეილას ხმა მესმის და ცუდად ხვდები. მე ამბოხებო, ყველა სახელს ველოდებით. ხო, ვის აქვს 42 ფეხის სომა? საათისფერო შემეში მაღიზიანებს. დიმა! კარგი, დავიწყოთ. დიანა ჩქარა, ძალიან მაინტერესებს. დიანა, ვიცი რომ მოულოდნელია. წაიკითხე. გოგოებო, ვინაა? და ეს არის დიმა, ფეხბურთელი. ნახე? არ მჯერა რომ ისაა. დიმა, ეს სიმართლეა? ამას არ ველოდი. დიმა, ჩემ გამოიძიე შური არა? კარგი, ვილაპარაკოთ. ჩვენ გოგოებს ბევრი პრობლემა შეუქმენი. იმპოსტერობა ცუდი გადაწყვეტილება იყო. გაიგეთ, დიმა ყოფილა, გაოცებული ვარ. იქნებ იტყუებიან, არ მგონია. დიანა? აბა, დიმა, გვეტყვი რამეს? არაფერს არ გეტყვით. არა, საათისფერო, ვიტყვი. დიანა, ეს ჩვენი სიყვარულის გამო გავაკეთე. დიმა, ხო კარგად ხარ? რაო? მეგობრებო, ამას ვეღარ მოვითმენ. არასდროს დაწყარდი, დიანას არ მოეწონება. ჩემი აზრით იტყუება. დიმა, რა? ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია, რანაირად ვერ შეიგნე? არა, დიანა, შენს მაინც დაშორდი და შანსი მქონდა. ამას ხელიდან ვერ გავუშვებდი. დიმა, დიანა ისევ გიყვარს და მე? ხო, დიმა, შენ წვანე ყავს და ჩვენ შორის სიყვარული ვერ იქნება. არ ვიცი რა გავაკეთო ამ სიტუაციაში. დიანა! ხო, დიანა, მე შევასრულე ჩემი ნაწილი და ახლა შენი დროა. ხო, ლეილა, მახსოვს როგორც დაგკვირდი. яна, აღარ ხარ შენ მე ამბოხე. დიანა, კარგია მეგობარო, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევნის გაკეთების საშუალება. ამიტომ яна გადაწყვეტს რა უნდა იყოს. მე ამბოხე თუ ვირთხა? яна, ვირთხა მე ამბოხე, ვირთხა მე არ ვიცი. яна, ნუ გრცხვენია, ხომ იცი რომ შინაგანად ვირთხა ხარ? დიმა, ძალიან მაწყენინე, მითხარი რომ არ არის სიმართლე, მითხარი რომ არ გიყვარს. არ ვიცი რა გავაკეთო, მიყვარს.
მაგრამ ხომ თქვი რომ სკოლიდან გადადიოდი, მეც მოვდიოდი. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რა მოხდება ახლა? არაფერი საათისფერო, უკვე სიბართხე ვიცით. დიმა ძალიან მიგვეს, არც კი მითხარი. ბავშვებო, ძალიან რთული სიტუაციაა. მეც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ დიმა იქნებოდა. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ, გავუკლავდეთ როგორ გაცამ სიტუაციას, რომელიც ძალიან უცნაურია. კარგად, ახლა საინტერესო იქნება.